ძველი აბანოს გათხრითი სამუშაოების პირველ ეტაპს ისტორიკოსები აფასებენ. სპეციალისტები ძეგლის უნიკალურობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას. ოზურგეთში ქალაქის ცენტრში ძველი აბანოს გათხრითი სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულებულია. ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი ვაჟა სადრაძე ნაპოვნი არტეფაქტებით ამბობს, რომ უძველეს აბანოსთან გვაქვს საქმე, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ძეგლი დამატებით შესწავლასა და ზუსტად დათარიღებას საჭიროებს. გაწეულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ჯერჯერობით ძეგლის დათარიღება მე-16-მე-17 საუკუნეებით შეძლო. დღის მონაცემებით ქალაქის ცენტრში აღმოჩენილი აბანო გურიელების საცხოვრისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ გათხრების მეორე ეტაპმა ძეგლი ათეული საუკუნით დააძველოს. მასალების მიხედვით ის ვარაუდი, რომ ეს გვიანანტიკური ხანისა ჯერჯერობით არ დასტურდება, მაგრამ სამაგეროდ არის ისეთი ელემენტები, რომელიც გურიანთის თანადროულ მასალების შემცველია. ეს არის ბრტყელი აგურები და სხვა დეტალები. უშუალოდ ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩნდა რამდენიმე არტეფაქტი, რომელიც შედარებით გვიანდელ დროს ასახავს. ალბათ უფრო გურიელების დროს, იმიტომ რომ ესაა სადღაც მე-16-მე-17 საუკუნეები. ამას ემატება ის, რომ ძეგლის ტერიტორია სრულად არ არის გათხრილი. არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ძეგლის უნიკალურობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული აბანოს შესწავლას, სანამ ის მუზეუმის სახეს მიიღებს, დრო და დაკვირვება სჭირდება. სამუშაო ჯგუფი დროის დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას. ის დრო, რომელსაც ჩვენ ახლა მოახმარეთ ამის წარმოჩენას, ეს არის დასაწყისი, როგორ ჩანს. იმიტომ რომ თავისთავად ის მცირე დროში ამ ძეგლის, ესეთი უნიკალური ძეგლის ესე წარმოჩენა ძნელია. და იმედი გვაქვს, რომ აქ ალბათ ამ ძეგლის შესწავლა შედარებით მოხდება უფრო მეტად. საბოლოოდ ძეგლი ღია მუზეუმის სახეს მიიღებს. მოხდება ძველი აბანოს კონსერვაცია და ის ქალაქის სავიზიტო ბარათად და ერთ-ერთ მთავარ სანახაობად იქცევა.